ეთერში მუშაობას განაგრძობს მეცხრე არქის საინფორმაციო სამსახური. ეს არის ახალი 6 სოფო ჩარკვეტაძესთან ერთად საღამოშვიდობის. პეტრე ცისკარიშვილი ტრივის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადრა. ფედერაციის ჯამრობის დღევანდელ სხდომაზე დაკმაყოფილ და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება გადადრომის შესახებ დღეს ფედერაციაში ახალი პრეზიდენტის არჩევნების საკითხს განიხილავდნენ. არჩევნები 21 ნოემბერს დაინიშნა. კანდიდატების რეგისტრაცია 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამგეობა მივიძებლა ბატონი პეტრე ცისკარიშვილის განცხადებაზე გადადგომის შესახებ და დაკმაყოფილებული იქნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების ჩატარდება ამ წლის 21 ნოემბერს 12 საათზე საქართველოს სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. ვინშეცფრს ლევან ვარშალომიძეს აჭარაში პრეზიდენტმა რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დღის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. სხდომა ხვალ 28 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება. ამ დროისათვის ამ პოსტზე სამ კანდიდატურას განიხილავენ პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი, ბანკ ქართუს აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე. ვინ ჩაუდრება სათავეში ავტონომიას ხვალ გახდება ცნობილი. ხვალ რეგლამენტის თანახმად მხოლოდ იქნება აჭარის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა. ველოდებით რა თქმა უნდა სულ არის მოწვეული სტუმრების, ველოდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბათუმში არსებული კონსულებს, საკონსულოს წარმომადგენლებს, აგრეთვე სასულიერო პირებს. კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა ბიძინა ივანიშვილს მისმა უწმინდესობამ ქართული ოცნების ლიდერს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა. საპატრიარქოს ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობ საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითედად ვილოცავთ პრემიერ-მინისტრად არჩევას. მართალია ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოღვაწეობა რთულ დროს მოგიწიათ, მაგრამ ღვთისწყალობით პრობლემები დაიძლევა. 12 წლის წინ, როდესაც თქვენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ, საუკუნის სიმბოლო აიგო და ახლაც, როდესაც ქვეყნის უღელი დაედრით, საუკუნის გამოწვევა მიიღეთ. ეს არის თქვენი არჩევანი, პირადი კეთილდღეობის უგულებელყოფით გაკეთებული არჩევანი. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი. უფალმა შეგაძლებინოთ ერის ჯვრის მშვიდობით ტვირთვა და ქვეყანაში ისეთი გარემო შექმნა, სადაც მთავარი ფასეულობები იქნება ღმერთი, სამშობლო და ადამიანი, სადაც სამართლიანობის, კეთილგონიერების, შორსმჭრეტელობისა და შემწყნარებლობის პირობებში ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველოს სახელმწიფო აშენდება. აღნიშნულია საპატრიარქოს ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თავდაცვის სამინისტროს მძიმე მემკვიდრეობა. ახალი მინისტრი ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის დეფიციტზე საუბრობს. ირაკლი ალასანიას თქმით, არსებული საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვის საკითხებზე მის სამუშაო ჯგუფში უკვე არსებობს მოსაზრებები და ამ რეგმებს ის ორშაბათს პრემიერ-მინისტრს გააცნობს. ალასანიას არც ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმები დავიწყებია და არც ტრახით დასრულებული პროექტები. მინისტრი მიზნად ისახავს თავდაცვის სფეროს სამომავლო საქმიანობა მთლიანად წარმატებაზე იყოს დაფუძნებული. ზუსტად გავერკვათ თუ რა მდგომარეობაა რუსული. პირველ რიგში იმის აღნიშვნა გვინდა, რომ ძალიან მძიმე ფინანსური მემკვიდრეობა გვხდება, 113 მილიონია გარღვევა და დეფიციტი ჩვენს ბიუჯეტში, მაგრამ მე მაქვს ზუსტი გეგმა, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა, რომელსაც წარუდგენ პრემიერ-მინისტრს ორშაბათს. რაც შეეხება თავად ადამიანის უფლებების დარღვევებს, ასევე პატივის და ღირსების შემლახვალ საქციელს ჯარში, ეს არ იყო იზოლირებული, ასე ვთქვათ, შემთხვევები, ამას რამდენადაც მე მეუნებიან მასიური ხასიათიც ჰქონდა, ეს აღმოიფხრება და სწორედ ამიტომაც მე ძალიან მომწონს, რომ შეიქმნას, როგორც თავად სისტემაში იქნება ამაზე უმკაცრესი კონტროლი, იმიტომ რომ ჯარისკაცი არის მთავარი ღირებულება ჩვენი სამინისტროსი, ასევე შეიქმნება, იმედი მაქვს, სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ასევე დამოუკიდებლად გააკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მაშასე ირაკლი ალასანიას პირველი სამუშაო დღე თავდაცვის მინისტრის რანში და პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან. მთავარი პრიორიტეტი თავდაცვის სფეროს დეპოლიტიზება, ბიზანი თითოეული ჯარისკაცის უფლებების დაცვა და ქართული არმიის ბრძოლის უნარიან სტრუქტურად ჩამოყალიბება. გარდა ამისა, გამჭვირვალობის მიზნით თავდაცვის უწყებაზე გაძლიერდება სამოქალაქო, ასევე მედია კონტროლი და დაწესდება ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობა. და კიდევ ერთი დეტალი, უწყებაში დიდი საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი არაა. დღეს მქონდა პირველი სამუშაო შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში. მე გავიცანი თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხედრო შეიარაღებული ძალების და გენერალური შტაბის წარმომადგენლები. მე მინდა განვაცხადო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ოფიცრებს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, სარდლებს, ასევე ძალიან
კარგი მიღება მქონდა თვითონ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წვრების წარმომადგენლების მხრიდან. მე გავაცანი თავდაცვის სამინისტროს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი მთავრობის ხედვა თავდაცვის განვითარების საკითხებზე. ჩვენ უნდა გვყავდეს მობილური სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე არმია, რომელიც პასუხს გასცემს ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენ რეგიონალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე გვაქვს. ჩვენი მთავარი ღირებულება, როგორც არაერთხელ განმეცხადებია, იქნება ჯარისკაცი, მისთვის ყველა შესაძლებლობის და პირობის შექმნა, რომ მან დაიცვას თავისი ქვეყანა. დღესვე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კოტე სურგულაძეს ყოფილმა მინისტრმა პაპუნა დავითაიამ სამინისტრო გადააბარა. ახალი მინისტრის თქმით, მათი მთავარი მიზანი იქნება მთავრობის ჯგუფთან ერთად ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას. სურგულაძე ამბობს, რომ ემიგრანტების დაბრუნება ხელოვნურად არ მოხდება და ამისთვის ყველა პირობა შეიქმნება. პაპუნა დავითაიამ კი ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელობა მისი აპარატის მიერ დაწყებულ საქმიანობას ღირსეულად გააგრძელებს. მე მქონდა უკვე შეხვედრა აპარატის თანამშრომლებთან. პირველი შტაბ-ბეჭდილება იყო დადებითი, მაგრამ რა თქმა უნდა საჭირო იქნება იმ მიზნების მისაღწევად, რაც ჩვენ გვაქვს დასახული, პროფესიონალი კადრები, გამოცდილი კადრები და ეს მუშაობაში გამოჩნდება, მუშაობის პროცესში გამოჩნდება და იქ იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. ჯერ ჩვენ არავის არ უშვებთ, ვინც თვითონ გადაწყვიტა წასვლა ეს სწავლა და შესაბამისად მოვა სხვა თანამშრომლები. პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. პეტრიაშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას. მისივე თქმით, ახალი მთავრობის მიზანია საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში დაჩქარებულად მოხდეს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს. ქონდა საუბარი ძირითად რა თქმა უნდა მიმართულებებზე, რომელიც არის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების და ინტეგრაციის მიზნი, გადასადგმელი ნაბიჯები. უახლოესი მომავლის არის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას და ღონისძიებების განხორციელებას. ამის თაობაზე უკვე ხვალ ზეგ უკვე ორშაბათიდან გვექნება ისეთი ძალიან დეტალური შეფასება და დაგეგმვა. უკვე ცნობილია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადრილის ვინაობა. ამ ადგილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ქეთი ციხელაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ დღეს პაატა ზაქარიაშვილმა რიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში განაცხადა, სახელმწიფო მინისტრის სტუდენტებს შეხვდა და კონფლიქტების საკითხი განიხილა. ზაქარიაშვილი მინისტრის რანგში სტუდენტებს დღეს პირველად შეხვდა. მინისტრის რანგში პირველდაობა დიდი ხანია შეთანხმებული იყო ეს ლექცია, წლების განმავლობაში ესახება, ამიტომ როცა შევთანხმდით მორიგ ლექციაზე, მე საერთოდ წარმოდგენას კი არ მქონდა, რომ ყოფილიყავი მინისტრი. რომ შეიძლება დეპუტატი ყოფილიყავი უკვე ვიცოდი, იმიტომ რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ვიყავი, მაგრამ მინისტრობაზე ლაპარაკიც კი არ იყო. ყველა სახელმწიფო მინისტრი ერთი მოადგილე ეკუთვნის და მე უკვე შეთანხმებული ეს მოადგილე ვიც იქნება ქეთი ციხელაშვილი. პაატა ზაქარიაშვილის ჩვენთან სტუმრობა განსაკუთრებული დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კონფლიქტები საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა და გვაინტერესებს ნამდვილად მით უმეტეს მომავალ ჟურნალისტებს როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი, როგორ ჩამოყალიბდება და რაც მთავარია გვაინტერესებს მისი გეგმები. ქვეყანა კიდევ ერთმა მაღალ ჩინოსანმა დატოვა უკვე 3 დღეა მთავარი პროკურორის საზღვარგარეთ იმყოფება მისი უკან დაბრუნების დროს კი ვერავინ არ კონკრეტებს. მურთა ზოდელავას გამგზავრობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც იუსტიციის მინისტრმა მასთან დაკავშირებას სცადა, რათა პირადად ეცნობებინა მისთვის, რომ ის მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებულია, თუმცა წულუკიანი მას უკვე ვეღარ დაუკავშირდა. იუსტიციის მინისტრმა უკვე მიმართა პრეზიდენტს მურთა ზოდელავას თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. აღნიშნულ თანამდებობაზე წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილს არშილ კბილაშვილის კანდიდატურა წარუდგინა და მისი დამტკიცება მოსთხოვა. გოგა რიჯალაშვილი თანამდებობას ტოვებს საპატრულო სამმართველოს უფროსმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან საერთოდ წავიდა. რიჯალაშვილი თბილისის საპატრულო პოლიციის შექმნიდან ხელმძღვანელობდა, შემდეგ ის საქართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა 2005 წელს. საქართველოს პრეზიდენტმა საპატრულო პოლიციის წარმატებული მუშაობის 1 წლის თავზე რიჯალაშვილი ოროთახიანი ბინით დააჯილდოვა, მის სხვა თანამშრომლებს კი ავტომანქანები გადაეცათ საჩუქრად.
ცვლილებებია დიპლომატიურ კორპუსში თანამდებობიდან მიდის რაეროში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ლომაია ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს სადარო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა. მასტი თავის მხრივ ამის შესახებ გრიგოლ ბაშაძემ შეატყობინა, რაც შეეხება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის სხვა ხელმძღვანელებს, ამ ეტაპზე ყველა მათგანი ადგილზე რჩება და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. საქართველოში ჩატარებული არჩევნების თემა საერთაშორისო საზოგადოებისთვის კვლავ განხილვის საგანია. ამჯერად შეფასებები ევროპარლამენტში კეთდება. ევროკომისარი შტეფან ფულე იზიარებს ევროპარლამენტარ მარტინ შულცის მოსაზრებას, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და დემოკრატიული, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს დემოკრატიისკენ მიდის. ფულე ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა კვლავაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ არის ორიენტირებული და ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. როგორც ფულე აცხადებს, ახალმა მთავრობამ გამოხატა თავისი მიზანი, რომ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის, ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ ხელშეკრულების პროცესი სწრაფდაბში გაგრძელდეს. ჩვენი მხრივ დავარწმუნეთ ისინი, რომ ევროკავშირი კვლავაც მხარს დაუჭერს მათ ამ მიზნებს, როგორც ტექნიკურად და ფინანსურად, ასევე დიალოგის გზით, აღნიშნა შტეფან ფულემ ევროპარლამენტში გამოსვლისას. Dziękuję bardzo, panie. ეთერშია ახალი ექვსზე მიწკევიჩისა და ცაგარელის ქუჩის მცხოვრები მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება ბუნებრივ განათებას ხელშეუშლის, ასევე საფრთხე შეუქმნის იქვე მდებარე ავარიულ კორპუსს. მოსახლეობა აცხადებს, რომ პროექტი ყველა სტანდარტის დარღვევითაა შეძენილი და მშენებლობის ნებართვის გაუქმებას მოითხოვს. ზარებად არის ქცეული კედლები, განსაკუთრებით აქითა სადარბაზოს. ესე იგი 2 მეტრში აქ სახლის აშენება ამათ ან დაანგრევს, ან საერთოდ არანაირ სინათლეს არ მისცემს. რას გვიზიანებს ჩვენ 12 ნომერს, რომელსაც 6 მეტრი ნახევარი თითქოს ახალი დებულებით უნდა 6 მეტრი ნახევრის იქით უნდა აშენდეს შენობა. ეს იმას ნიშნავს, მე პირველ სართულზე ვცხოვრობ. მე არ მექნება მზე, არ მექნება ჰაერი, არ მექნება არაფერი სინათლე და უნდა რა უნდა ვქნა. აქ რო ჩადგან 10 სართულიანი სახლი, სინათლე აღარ შემოგვივა. იქით ამ მხრიდან დგას 7 სართულიანი სახლი, რომელიც უნდა ყოფილიყო 5 და 2 დაამატეს, იმის გამო მზე აღარ ამოდის. იმავე შენობის გამო, როდესაც აშენდა ის შენობა, სანიაღორეს სისტემა მოიშალა ქუჩაზე, ანუ ისე აშენდა, რომ სანიაღორეს ვეღარ აკეთებენ. საქართველოს რკინიგზელთა პროფკავშირი და რკინიგზელების სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ. მათი განცხადებით, დიაყრუაშვილს არანაირი უფლება არ აქვს ისაუბროს რკინიგზელების სახელით, რადგან მას მონაწილეობა არც ერთ მოლაპარაკებაში არ მეუღია. რკინიგზელები ასევე გამოეხმაურნენ ეზურბაიას განცხადებას და აღნიშნეს, რომ საქართველოს რკინიგზისგან მათ არანაირი კონკრეტული შეთავაზება არ ქონიათ. რკინიგზელები ამბობენ, რომ ისინი არ ერევიან პოლიტიკაში და არც იმის პრეტენზია არ აქვთ, რომ რკინიგზის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ვინმეს ლობირება გაუწიონ. მათივე თქმით, ასრულებენ პირობას და წყვეტენ სრულ მასშტაბიან რაფიცვას და ეკონომიკის სამინისტროსთან კონსულტაციების დაწყების მოლოდინში არიან. მემანქანის თანაშემწეები, სამკროს ზეიკლები არ წარმოვადგენთ და მით უმეტეს არ ვახორციელებთ არავის პოლიტიკურ დაკვეთას. ვართ სრულიად აპოლიტიკურები და ჩვენი მიზანია ძირითადად სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომითი ანაზღაურების გაზრდა. პროჟენი არ არის ჩვენი წევრი, ის არ მონაწილეობდა არც ერთ მოლაპარაკებაში და მის მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეესაბამება რკინიგზელთა პროფკავშირის და რკინიგზელების პოზიციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უგრძნობთ ბატონ ბრუაშვილის ჩვენი სახელით განცხადებების აკეთებას. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მომავალი წლისთვის 2 მილიონიან ბიუჯეტს ითხოვს, რომელშიც მოსამართლეებისთვის ხელფასის 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. აღნიშნულ საკითხებს მოსამართლეთა რიგით მეცხრე კონფერენციაზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავდნენ. მისივე თქმით, აუცილებელია მოსამართლეთა საპენსიო სისტემაც გაუმჯობესდეს და მათი საპენსიო დანამატი დამსახურების შესაბამისად გაიზარდოს. ჩვენ მომავალი წლისათვის ვითხოვთ ზუსტად იგივე ბიუჯეტს, იმიტომ რომ ფინანსური დამოუკიდებლობისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე პლუს დამატებით 10%-იან მატებას თანამშრომლებისა და მოსამართლეების ხელფასების.
პარალელურად საქალაქო სასამართლოს მანდატურები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ, როგორც მანდატურები ყვებიან, მათზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ამ დრომდე გრძელდება. მანდატურების თქმით, მათ ქართული ოცნების აქციაზე წასვლასაც უგზავნდნენ, წასვლის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. საქალაქო სასამართლოს მანდატურების ასევე აღნიშნავენ, რომ ხელმძღვანელობა მათ 27 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დასწრებას თხოვეს. ის პირები კი, რომლებიც აქციას არ დაესწრენ, არჩევნების დღეს დილის 7 საათზე დაიბარეს, რათა არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. მანდატურებმა უკვე დაწერეს განცხადება საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე. მაშინ როდესაც ხალხი წავიდნენ პრეზიდენტთან შესახვედრად და ნაციონალური მოძრაობის ასე ვთქვათ წინასაარჩევნო მარათონში მონაწილეობის მისაღებად და მათი მოსასმენად ჩვენ გამოვთქვით უარყოფითი განწყობა ამ ყოველივეზე და არ წავედით. რასაც ამის შემდეგ კიდევ მოყვა ამ არ წასვლის გამო მათი მხრიდან გარკვეული სიტყვიერი თუნდაც და გარკვეული ფსიქოლოგიური ჩვენს მიმართ ნეგატიური გამოხატულებები რა. ჩვენ განცხადება შევიტანეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონ მამია ფაკაძის სახელზე და ვითხოვთ ამავე სასამართლოს მენეჯერის ბატონ ვანო ზარდიაშვილის გადადგომას. ვინაიდან მისი მხრიდან არის აგრესია ჩვენს მიმართ და იგი ახორციელებს ჩვენს მიმართ პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დასული დღეღამის განმავლობაში დევნილებმა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო შენობა დაიკავეს. ამჯერად იძულებით რა დაადრილებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები თემრაზე ირემაშვილის ქუჩაზე ყოფილი 205 სკოლა ინტერნატის შენობაში შეიჭრნენ. როგორც დევნილები აცხადებენ, შენობიდან მანამ არ გავლენ, ვიდრე ახალი ხელისუფლება მათ ალტერნატიული ფართით არ დააკმაყოფილებს. ერთ-ერთი დევნილის განცხადებით შეჭრა იმიტომ გადაწყვიტა, რომ პატარა ფართი აქვს და გაფართოება უნდა. შენობაში სკოლის დირექტორი მაია ასაკევშვილი მივიდა, მისი განცხადებით შენობა ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის და ამ ფართით არასამთავრობო ორგანიზაციას სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირთა დახმარების ასოციაციას არდებლობს. მომწესრიგებულია მხოლოდ რამდენიმე ოთახი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებს უქმე დღეებში ხელსაქმეს ასწავლიან. დევნილები ამას უარყოფენ, მათი თქმით შენობა ამორტიზებულია და უამინდობის, რომ შენობაშიც ისევე წვიმს როგორც გარეთ. გაჩერებული ვიყავით, ვერაფერს ვერ იტყოდი. დუბინკებით დაგადგებოდნენ და მოკლავდნენ. რამდენჯერ მე არ შემიძლია ქირის გადახდა ეხლა და საკაშვილმა ვერაფერი გაგვიკეთა ჩვენ და ეგ ამას მაინც მოგხდოს ეხლა. ჩვენ იმიტომ შემოვედით, რომ ფართი არ ყოფნის, შვილები ყავს, შვილიშვილები და ვერ ვეტევით ფართში. გვინდა გაფართოება და გადაიღეთ ის ოთახები, რომელშიც შევიჭერით და სარემონტოა. ყველამ დაიწყო და ჩვენც რა თუ ხდება, ჩვენც თუ მოგცემენ და დაგვიმტკიცებენ, ჩვენც ვეცადეთ. აქ ხორციელდება პროექტი საკვირაო ცენტრის, სადაც ინვალიდობის მქონე პირები დადიან და მათ ვასწავლით სხვადასხვა ხელსაქმეს. სამინისტრო ინდივიდუალურად შეისწავლის ყველა მათგანს და არსებული რესურსებით გათვალისწინებით მოხდება მათთვის სხვადასხვა შეთავაზების გაკეთება. რუსთავის თეატრიდან დათხოვილი მსახიობები თეატრში აღდრენას ითხოვენ. 15 მსახიობი აცხადებს, რომ თეატრიდან უკანონოდ გაათავისუფლეს ძველი რეჟისორი არაპროფესიონალი რეჟისორით შეცვალეს და თეატრის პარალიზება ხელოვნურად გამოიწვიეს. ამაზე პასუხისმგებლობას მსახიობები თეატრის მმართველსა და ქვემო ქართლის გუბერნატორს დავით კირკიტაძეს აკისრებენ. მსახიობების განმარტებით თეატრს ნიაზ დიასამიძისა და სუმბას მეგობრები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც მათი მითითებებით მოქმედებდნენ. მსახიობები მათი გაათავისუფლების ფაქტების გამოძიებას და სამსახურში აღდრენას ითხოვენ. ის რაც მოხდა და ხდებოდა რუსთავის თეატრში, ეს მაჩვენებელია იმისა, რაც ხდებოდა საერთოდ ყველგან. ეს იყო ჯვაროსნული ლაშქრობა პროფესიონალების წინააღმდეგ. ეგრე იციან კაცი დაბერდება, მაგრამ სხვა თეატრებში არ ხდება, ბევრებს არ უშევ, მოხუცებს არ უშევენ თეატრიდან. რატო მოხდა ჩვენ თეატრში? ერთადერთი კაცი, რომელსაც თავისუფალი ხარო, მადლობა ბატონო ჯემალ. თეატრი თქვენ დაარსებულია და ჩვენ გადმოგვეცით ეთქვა მოეთყვილებია ვინმეს მაინც. როდესაც თეატრიდან წამოვედი, თეატრის მმართველმა, ქალბატონმა ლალით აბაგარმა დამირეკა, ჩვენ ვისაუბრეთ და შემდეგ ესეთი სიტყვები მითხრა. შვილი ხომ გეზრდებაო? დიახ, მე ვთხარი, რა შუაშია ჩემი შვილი თქოდა. ხო და თუ გინდა გაიზარდოს შენი შვილი, ჭკვიანად იყავიო. აი ასე დამემუქრა.
Ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია რუსთავის თეატრთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. Ბოლო პერიოდში არაერთი ბრალდება თუ არასასიამოვნო ინფორმაცია გაჟღერდა რუსთავის თეატრის შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ სამუშაოებისა და პროექტების შესახებ, რომელიც მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ რუსთავის თეატრის ასახორძინებლად ჩაატარა. ბოლო 3 წლის განმავლობაში თეატრის დაფინანსება ორჯერ გაიზარდა, გამოიყო დაახლოებით მილიონი ლარი იმისთვის, რომ თეატრის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულიყო. ქვემო ქართლის ადმინისტრაცია არ ჩარეულა არც დასის შემადგენლობის დაკომპლექტებისა და არც სპექტაკლების დადგმის პროცესში. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას თეატრისთვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიგვიღო. თუ დღეს და ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციები არ არის პოლიტიკურად მართული, მზად ვართ კულტურის ახალ მინისტრთან ერთად გადავწყვეტოთ ყველა ის პრობლემა, რაც რუსთავის თეატრის დასსა და დირექციას მნიშვნელოვნად მიაჩნია. ქვემო ქართლის ადმინისტრაცია საკითხის განსახილველად ყველა დაინტერესებულ მხარეს ორშაბათს დღის 12 საათზე სამხარეო ადმინისტრაციაში ელოდება. სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, როგორც ორგანიზაციის გამგეობის წევრები ამბობენ, სახალხო დარბაზი ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დასაცავად შეიქმნა. გამგეობის წევრებმა ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისადმი მიძღვნილი მიმართვა წაიკითხეს და პატრიარქ საქართველოს დამთლიანებისთვის ლოცვას თხოვეს. გადავწყვიტეთ, რომ ერი დაუდგეთ ერთად და დაუდგეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ვიაროთ საბოლოო გამარჯვებამდე წინ. ამ დარბაზის დაფუძნება არის ის, რომ ქართველმა ერმა, რომელმაც თავისი ერთობით 1 ოქტომბერს დააფიქსირა თავისი ნება, რომ იცხოვროს თავისუფალ, ღირსეულ, ღვთისმოსავ ქვეყანაში, ეს გამარჯვება უნდა დაიცვას და ბოლომდე მიიყვანოს, რათა არ მოხდეს ერთგვარი ნიველირება და გულგატეხილობა ხალხში. ბრაკონიერობის ფაქტებთან დაკავშირებით გრინპისის მხარდამჭერთა ჯგუფის წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საქართველოში არაკანონიერი ნადირობა და თევზჭერა გააპროტესტეს. ჯგუფის ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მის დაქვემდებარებაში გარემოს დაცვის სპეციალური ჯგუფის შექმნის მოთხოვნით მიმართა და განმარტა, რომ აღნიშნული სამსახურის შექმნის შემთხვევაში გახშირებული არაკანონიერი ნადირობა და თევზჭერა შემცირდება. დღევანდელ შეხვედრას ფოტოგრაფი ნიტა წირტლაურიც ესწრებოდა, რომელმაც საკუთარ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაკონიერების მიერ ცხოველისთვის დარგებულ ხაფანგებში ხშირ შემთხვევაში ადამიანები ზიანდებიან. მუშაობდი რაჭას რეგიონში, შაორის ტბის თავზე, გორაკზე ავედი, საფეხმავლო ბილიკზე მივდიოდი და ჩავარდი დათვის ხაფანგში. ამ სურათებზე კარგად ჩანს ეს დათვის ხაფანგის ზომა. საკმაოდ დიდი რაღაცა, იქიდან თავის დაღწევა შესაბამისი ცოდნა თუ არა გაქვს, პრაქტიკულად შეუძლებელია. მე გამემართლა, რომ არც ფეხი მომწვა და შესაბამისი ცოდნაც მქონდა და მარტივად გამოძვერი, ასე თქვათ, 9 საათი დამჭირდა მაგისთვის. საქმე გახსნილია ახლა ამბროლაურის პოლიციაში, ბრაკონიერობის, როგორც უკანონო ნადირობა დაცვზე, ნადირობა ხაფანგის მეშვეობით და ჩემის ხელობის დაზიანების უკაცრავად დაზიანების სტატიებით. ბოლო წლებში განსაკუთრებით ძიმე მასშტაბები მიიღო ბრაკონიერობამ საქართველოში, რაც არის დამღუპელი, როგორც საქართველოს ბიომრავალფეროვნების და ჩვენთვის, ამ ხმეშვილებისათვის, ასევე ტურიზმის განვითარებისათვის. აღნიშნული გამოწვეული იყო პირველ რიგში გარემოს დაცვის ინსპექციის პრაქტიკულად გაუქმებით, მისი გადატანით ენერგეტიკის სამინისტროში და ამ ყოველივემ ისეთი მძიმე სახე მიიღო, რომ უკვე ადამიანების კი ხდებიან მსხვერპლი ბრაკონიერების. ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას ახლო მომავალში ხუროთმოძღვრულ სამრეკლოს აუშენებენ. ამ დრომდე დედაქალაქის ისტორიულ მონასტერში მის ფუნქციას თანამედროვე ლითონის კონსტრუქცია ასრულებდა, რომელიც კომპლექსის არქიტექტურული კომპოზიციიდან იყო ამოვარდნილი. ირკვევა, რომ მე-13 საუკუნის რესტავრირებული ეკლესიის რექტორებისა და არქიტექტორების მიერ შემუშავებულ სამრეკლოს პროექტს, რომელიც 5 წლის წინ საპატრიარქო საბჭოს მიერ იყო დამტკიცებული, საბოლოო თანხმობა არქიტექტურის საქალაქო სამსახურმა ამ დრომდე არ მისცა. მერიაში პროექტი მხოლოდ 4 დღის წინ დამტკიცდა. დღეს ეკლესიის ეზოში მრევლის თანდასწრებით ის ადრილი აკურთხეს, სადაც მომდევნო წლინახევრის განმავლობაში შუა საუკუნოვანი ხუროთმოძღვრების ტიპის ორსართულიანი სამრეკლო აშენდება. მხოლოდ ტაძარი, ასე ვთქვათ, ამ არქიტექტურულ ანსამბლურობას ვერ ქმნიდა. ეხლა სამრეკლო აიგება ტაძრის სამხრეთით, რომელიც გადაწყვეტილი იქნება იგივე მასალაში. ეს გახლავთ მოყვითალო მომწვანო ფერის ძალიან ცხოველხატული ქვით მოპირკეთდება და
რაც მთავარი არის, ის იმეორებს იმ არქიტექტურულ ფორმებს, რომელიც ფრიად გავრცელებული იყო ჩვენს ეროვნულ ხუროთმოძღვრებაში. უნდა ცოტა უცნაურია ის ამბავი, რომ პასუხიც კი არავინ გაგვცა მიმის მეზეზებზე თუ რატო ხდებოდა ეს ყველაფერი. როცა ეკლესიის არქიტექტურის საბჭო მე მგონი 5 წლის წინ გასცა ნებართვა ამაზე და 4 წელი ეს რაღაც სახელმწიფო უწყებების რაღაც არქივებში დეს და ამის გამხილველიც დღემდე არავინ არ იყო. ალბათ ყველაფრის ამის მიზეზი არის ის ეპოქა, რომელშიც ჩვენ აქამდე ცხოვრობდით, როდესაც სახელმწიფოთვის არ იყო უმთავრესი ტაძრის მშენებლობა, არ იყო ალბათ სტრატეგიული მნიშვნელობა არ ჰქონდა ალბათ იმას, თუ ადამიანს როგორ ეზიარა ღვთის სულისათვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოვლენა რაც დღეს ხდება, ზუსტად განაპირობა იმ ახალმა ეპოქამ, რომელშიც ჩვენ დღეს გვიწევს ტრანსფორმაცია და დიდება უფალს, რომ აი ეს ტრანსფორმაცია ასე ჩქარა ხდება. აუდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უკვე დიდი ხანია, რაც ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძარი ფუნქციონირებს, მაგრამ სამწუხაროდ არ გააჩნდა სამრეკლო. ეს არის დანიშნულება არის მოხმობა სამწყსოსი მრევლისა სალოცავად. აქედან გამომდინარე, ეს ახალი აშენებული სამრეკლო, ასე ვთქვათ, გარკვეულ დიდ ფუნქციას შეასრულებს და ნარიყალას ეკლესიას მრავალი მლოცველი შეეძინება. ეთერში ახალი ექვსე და ახლა კიდევ ერთხელ მოკლედ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. პეტრე ცისკარიშვილი ტრივის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადრა. ფედერაციის რამდროობის დღევანდელ სხდომაზე დაკმაყოფილ და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება გადადგა მის შესახებ. დღეს ფედერაციაში ახალი პრეზიდენტის არჩევნების საკითხს განიხილავდნენ. არჩევნები 21 ნოემბერს დაინიშნა, კანდიდატების რეგისტრაცია კი 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. ინშაცვლის ლევან მარშალომიძეს აჭარაში პრეზიდენტმა რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დღის დანიშნვის შესახებ განკარგულება გამოსცა. სხდომა ხვალ 28 ოქტომბერს 12 საათზე გაიმართება. ამ დროისათვის პოსტზე 3 კანდიდატურას განიხილავენ: პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი, პანთქართუს აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე. კათოლიკოს პატრიარქის მილოცვა ბიძინა ივანიშვილს მისმა უწმინდესობამ ქართული ოცნების ლიდერს პრემიერ-მინისტრობა მიულოცა. საპატრიარქოს ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად არჩევას. მართალია ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოღვაწეობა რთულ დროს მოგიწიათ, მაგრამ ღვთისწყალობით პრობლემები დაიძლევა. 12 წლის წინ, როდესაც თქვენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ, საუკუნის სიმბოლო აიგო და ახლაც, როდესაც ქვეყნის უღელი დაიდრით, საუკუნის გამოწვევა მიიღეთ. ეს არის თქვენი არჩევანი, პირადი კეთილდღეობის უბრალობელყოფით გაკეთებული არჩევანი. ღმერთმა დარდლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი, უფალმა შეგაძლებინოთ ერის ჯურის მშვიდობით ტვირთა და ქვეყანაში ისეთი გარემო შექმნა, სადაც მთავარი ფასეულობები იქნება ღმერთი, სამშობლო და ადამიანი, სადაც სამართლიანობის, კეთილგონიერების, შორსმჭრეტელობისა და შემწყნარებლობის პირობებში ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველოს სახელმწიფო აშენდება. თავდაცვის სამინისტროს მძიმე მემკვიდრეობა ახალი მინისტრი ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის დეფიციტზე საუბრობს. ირაკლი ალასანიას თქმით, არსებული საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა საკითხზე მის სამუშაო ჯგუფში უკვე არსებობს მოსაზრებები და ამჯერადაც ის ორშაბათს პრემიერ-მინისტრს გააცნობს. ალასანიას არც ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმები დაიწყებია და არც პრახით დასრულებული პროექტები. მინისტრი მიზნად ისახავს თავდაცვის სფეროს სამომავლო საქმიანობა მთლიანად წარმატებაზე იყოს დაფუძნებული. ახლა კი დღის სხვა მოვლენები. გაფიცვა საპროტესტო აქციაში გადაიზარდა გურია აჭარის საზღვარზე ქობულეთის შემოვლითი რძის მშენებლები უკვე მე-7 დღეა ხელფასის მომატებას ითხოვენ. დღეს კი მათ ჩინური კომპანიის სინოჰიდროს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს. მუშებმა აქცია სასადილოსთან გამართეს, რითაც ეროვნებით ჩინელ დასაქმებულებს შესვენებაზე სადილობის საშუალება არ მისცეს. გაფიცულები ორშაბათიდან მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავენ. გაფიცულების ინფორმაციით ისინი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს. შეგახსენებთ, ქობულეთის შემოვლითი რძის მშენებლების დღიური ხალფასი 15 ლარს შეადგენს, ისინი მის დაზრდას 30 ლარამდე ითხოვენ.
პასუხს ვერავის ვეთქვათ, იმიტომ რომ არავინ არ გამოდის, ფაქტიურად არავინ არ გამოდის საუბრის თაობაზე, რა რომ კითხვას უსწავლთ, თავს კიდე დაგვრცინიან. გუშინ გამოაგრენ ეს ინფორმაცია, რომ ღებულობენ ახალმუშებს და ჩვენ უკვე ყველანი, რომელიც კაფიცულები ვდგევართ აქ ეს ერთი კვირაა უკვე, გვეუბნებიან, რომ თქვენ ყველა ხართ დათხოვილები და უნდათ მიღება ახალი თანამშრომლების. შუახევის საკრებულომ გამართულ სხდომაზე საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის ახალი სახელფასო განაკვეთი დაამტკიცა საკრებულოს თავმჯდომარეს და აპარატის უფროს 300, ხოლო თავმჯდომარის მოადრილესა და ფრაქციის თავმჯდომარეს 600 ლარით დაეზარდათ ხელფასი დაეზარდა საკრებულოს კიდევ 4 თანამშრომელს. საკრებულოს თავმჯდომარე იური ქათამაძის განცხადებით ხელფასის მატება ტრანსფერის ზრდის ხარჯზე მოხდა გამგეობის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის გურანტა გოგიტიძის ხელფასების მატება საკრებულოს ერთადერთმა ოპოზიციონერმა წევრმა ნოდარ ქარცივაძემ გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე როცა სახელმწიფო ბიუჯეტიც არიელია, ხელფასების ზრდა მიზან შეუწონელია. ხელფასების მატება ძირითადად სახელფასო ფონდში წარმოქმნილი ეკონომიებისა და ტენდერებით გამოწვეული ეკონომიების ხარჯზე მოხდა თანამდებობების სარგოს სახელფასო ფონდის მატება. მივესალმები, რომ ხელფასები გაიზარდოს ცალკეული პიროვნებების მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ხელისუფლების გადაბარება დღეს ოფიციალურად მოხდა და თქვათ ბიუჯეტში აცხადებს ახალი ხელისუფლება, ქართული ოცნება და თვითონ ბატონი ბიძინა ივანიშვილი 200 მილიონია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტში დარჩენილი და ამ ფონზე ხელფასების მიმატება, მე ვთვლი, რომ ეს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ახალ ხელისუფლებას. რატომ ხორციელდება დაღუპული ბავშვის ოჯახზე ზეწოლა? გურჯაანში სოფელ კოლორში ქვევრში დამხრჩოლი 9 თვის ბარბარე რაფალიანცის დედა ზეწოლის ახალ ფაქტებზე საუბრობს. თათია მეჩერიშვილი ყვება, რომ რამდენიმე დღის წინ უცნობებმა მისი საცხოვრებელი სახლის რასჯერ ფილები მიაყრეს, შემდეგ კი სახლს ქვები დაუშინეს. ოჯახის წევრობის დაშინებას მეჩერიშვილი ნაციონალურ მოძრაობას უკავშირებს. ოჯახის ადვოკატებმა უკვე მიმართეს გურჯაანის პოლიციას. ოჯახის წევრობის მიერ დასახელებული პირებისა და თვითმხილველების დაკითხვა გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ადვოკატებს ეჭვიათ, რომ ზეწოლა ოჯახის მიერ ჩვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილების ვინაობის დასახელების რა მოხდება. ექსპერტიზის დასკვნა არის კონკრეტული, ალბათობა მასში არ არის და არც საეჭვო არ არის რაიმე ვითარება და პირდაპირ ვამბობ, რომ ბავშვი დამრჩოლია წყლით ჩაგდებული. შემდეგ გუშინ მოხდა კიდე ახალი ფაქტი, რომელიც ამ დაკავშირებით დღეს იქნა დაკითხული დალი მექერიშვილი, მისი ძმა შალვა მექერიშვილი. ანუ სადღაც პირველის ნახევარზე დაირეკა მათთან სახლში და გააფრთხილეს, რომ არ გაჩერებულიყვნენ სახლში და დაეტოვებინათ სახლი, წასულიყვნენ სადმე დასაძინებლად. პირველ საათისთვის ატყდა ჭიშკარზე ქვების სროლა და თავისთავად უკვე ეს იმას ნიშნავდა, რომ ისევ აშინებენ ამ ოჯახს. სახლში მიდიან ჩვენებთან, ჩემთან პირადად არავინ არ მოსულა, მაგრამ ჩემთან ჩვენ ოჯახში შედიან და კარებს უფიცრავენ, ქვებს უშენენ, აბა ეგ ზეწოლა არ არის იმას, რომ გაჩუმდნენ. პოლნისში ბოლო 1 კვირის განმავლობაში 4 ოჯახი დააყაჩაღეს. დაზარალებულების მონაყოლიდან ჩანს, რომ ძარცველები ერთი გეგმით მოქმედებენ. ისინი ოჯახის წევრებს თამრებითა და პლასმასის ხელბურტილებით კოჭავენ, სცემენ და ფულს ითხოვენ. პოლნისის პოლიციაში ამბობენ, რომ საქმე უკვე გახსნილია, ერთი ეჭვმიტანილი დაკავებული. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 4 ოჯახი დააყაჩაღეს. 25 ოქტომბერს სოფელ ფარისსა და ხატავეთში შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა რიзвან აბასოვისა და მარტავ ბაირამოვის სახლები გაძარცვეს. ავტომატლა მასკალლა. 3 ავტომატიანი ადამიანი შემოვიდა და ფული მოითხოვა. ძარცველებმა სახლის პატრონს უთხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ ქორწილი ჰქონდა გადახდილი და ფული ეკნებოდათ. ორი მძარცველი ჩვენთან შვილების ოთახში შემოვიდა. ფულს თხოვდნენ. უთხარი, რომ ბაზრიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და თანხა არ მქონდა. მათ 1200 ლარი და ძვირფასეულობა წაიღეს. შეიარაღებულმა მძარცველებმა 10 დღის წინ სოფელ ფარისში ალი ორიჭოვის ოჯახიც გაძარცვეს. მათ ორიჭოვი ქამრით გაკოჭეს, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი ფული და ძვირფასეულობა მოითხოვეს. უკვე ვიძინებდით კარი რომ გააღეს და შემოვიდნენ. ყვირილი დავიწყე. სახეში გამარტყეს და ჩემს ქმარს ფეხები ქამრით შეუკრეს. ყვირილზე გვირტყამდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ გავჩუმებულიყავით. როგორც დაზარალებულების ნაამბობიდან ჩანს, მძარცველები ერთი გეგმით მოქმედებდნენ. სახლში შეჭრისთანავე მობილურ ტელეფონებს ამტვრევდნენ. ოჯახის წევრებს ქამრების და პლასმასის ბორკილებით კოჭავდნენ. შემდეგ კი ავტომატის კონდახებით სცემდნენ და ფულს ითხოვდნენ. მსგავს ამბავს იხსენებს კიდევ ერთი დაზარალებული იასინ შირინოვიც.
Я пришел со свадьбы. ხორცილიდან ახალი დაბრუნებული იყო, რომ ძარცველები შემოწვიდნენ. პირველი მას დაარტყეს, შებორყეს და იატაკზე დააგდეს. ბოლნისის პოლიციაში ამბობენ, რომ საქმე უკვე გახსნილია. მათი თქმით, დაკავებული ჰყავთ ერთი ეჭვმიტანილი, რომლის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნიღბები და იარაღი. თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო კომენტარისგან თავს იკავებენ. კიდევ ერთი სოფელი იცლება ვანში სოფელ რომანეთს მოსახლეობა ტოვებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამოადგილებლობის საცხოვრებლად ქალაქში გადადიან. რომანეთში წვიმიან ამინდში ავტომანქანით ასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია არ მუშაობს საავადმყოფოს მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვს. მაღალმთიან სოფელ რომანეთს ადგილობრივები საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო ტოვებენ. სოფელში მხოლოდ ნასახლარებია შემორჩენილი. აგენი ახლა აქიდან რო გაყობა, ემაში ერთი დედაბერია და შეგვდება საწყალ. ისე ამ სახლში, ისე ეგერ სახლია ემაში არემნი არა. სანახევრო დაცლილია სოფელი. რომანეთში ასვლა წვიმიან ამინდში შეუძლებელი ხდება. ზამთრის პერიოდში კი დიდთოვლობის გამო გზები იკეტება. გადაადგილების ერთადერთი საშუალება ურემია. ადგილობრივები გზებზე პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. თუ არ გაიზმინდა, ვერაფერი ვერ ამოდის. Hola, 20 tons მინდავს მე ყავს სოფელს ტრაქტორი და მინდავს ვაგეთებს ბარაიფას. მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათი პრობლემებით ნაკლებად ინტერესდება. თუ გაწენდი ერთი ავტობუსი აღარ ამოვა. გზაც უდი გვაქვს ძალიან. სადა სოფელსა და ვიხედავ შვილ. არავინ არ ხედავს სოფელს. კოლექტიურად რა, კუთხის მეზობლები გამოვართ, ეგით, ეგით, რომ გავაკეთებ კალოს, მაგრამ ეგცა გააკეთოთ ნორმალურად და კალოს გავჭრით ჩვენ გამოვართ ერთი დღე. ორი დღე, არ გვინდა მაგალითად ფული. რომანეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ ასე გაგრძელდა რამდენიმე წელიწადში სოფელი მთლიანად დაიცლება. მარტვილში ხიდის აღდგენას ითხოვენ მოსახლეობამ სოფლების ლეციცხვაიესა და ნაგვაზაოს დამაკავშირებელ ხიდს მრავალი წელია. მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ რესტავრაცია არ ჩატარებია, იგი ამორტიზებული და ფუნქცია დაკარგულია, ამის გამო მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აქვს. ადგილობრივებს ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადასასვლელად ხშირ შემთხვევაში მდინარეზე გადასვლა უხდება, თუ ამინდობაში კი შემოვლითი გზებით სარგებლობენ. მარტვილის გამგეობაში ამბობენ, რომ ხიდის რეაბილიტაციისთვის 300,000 ლარია საჭირო, თანხის არარსებობის გამო კი ხიდის აღდგენა გაურკვეველი ვადით ისევ გადაიდო. ძალიან გვაწუხებს ეს უხიდობა. რამდენჯერ ვიყავი გამგებელთან. ჯერ შეგვპირდა დეპუტატობის კანდიდატი იყო ჯანაშია და აუცილებლად გავაკეთებ ამ ხიდესო და რო გაინახდა დეპუტატობა 4 წელი საერთოდ არ გვინახავს აქეთ ჩვენკენ. გამოსული როგორი კაცი იყო, რომ მოვიდა კიდევ რომ მეორედ უნდა და მაშინ ნახე პირველად. ყოველთვის დაპირებები იყო, მაგრამ ვერ გეტებოდა. თუ არ გეტებოდა, ზუსტად ვერ გეტყვა. და რა ვიცი, იყო დაპირებები სულ, მაგრამ გამკეთებელი ჯერჯერობით არავინ არა. იმედი გვაქვს, რომ ამ ხიდს ჩვენ საბოლოოდ აღვადგენთ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ გვინდა რომ ის მალები, რომელიც მოტანილია, ისინი უარგისი გახდეს და ამის გამო ჩვენ ალბათ ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ. უგზოობა აწუხებს სტეფანწმინდაშიც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა, რომლებსაც სათიბი და სამეურნეო მიწები სოფელ თოთში აქვს. სოფლამდე რძის დაყვანას ითხოვენ. სოფელი თოთი ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს და უგზოობის გამო დაცლილია. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში არიან ჩასახლებული. სტეფანწმინდის მოსახლეობისთვის შემოსავლის წყაროს სწორედ მესაქონლეობა წარმოადგენს. მათი თქმით, იმ ადგილზე რძის დაყვანა, სადაც ფართო სათიბი მიწები და კარტოფილის მოყვანისთვის ნოყიერი ნიადაგია, მოსახლეობას თავის რჩენისთვის სარწმუნებლად დაეხმარება. უგზოობის გამო აღარავინ აღარ თესავს, აღარ ხნავენ, აღარ თესავენ. რომ გზა რო ყოფილიყო, მე კიდევ მეორე დაუბრუნდებოდა ხალხი ამ სოფელსა. აი, უგზოობის გამო დაჟე სახლები დაიქცა. ხო ვერ მიდის ხალხი და სამანქანე გზა ხო გინდა ადრე იყო, ცხენურემი იყო და აქ ქონდა ხალხსა ის მასალები და იყო გზა და ის გზები თუ დაინგრა, გაფუჭდა ის გზები და ეხლა ერთად უხდება ფეხიციარული ხალხსა. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ინიციატივით ფოთში ფილმის ჩვენება და შემდგომი დისკუსია გაიმართა. დისკუსიას ახალ რაიონში მცხოვრები დევნილები ესწრებოდნენ. ნახელვისას ის პრობლემები გამოიკვეთა, რომელიც დევნილ ახალგაზრდებს გააჩნია და აფხაზეთში მცხოვრებ თანატოლებთან ურთიერთობას უზღუდავს. საუბარი პრობლემების მოგვარების, გზების ძიებასა და ახალ რეალობასაც შეეხო. დისკუსია პროექტის დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში გაიმართა, რომელსაც კინომცოდნეები თეო ხატიაშვილი და ნინია კაკაბაძე უძღვებოდნენ.
ფილმები შერჩეული იყო იმდენად რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანი არის დევნილ აუდიტორიასთან აჩვენო ფილმები, რომელიც ასახავს კონფლიქტით დაზარალებული მხარეების სურათს. საინტერესო დისკუსია გაიმართა კინომცოდნეებთან ერთად და ხაზი გაესვა იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს მხარეთა შორის დობის აღდგენის საკითხში. ფილმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ კიდევ ერთხელ იმ პრობლემებზე, რასაც ქვია კონფლიქტი და კონფლიქტის შედეგად მიღებული სურათი, რაც გვაქვს და შემდეგ ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა ყოველთვის სწორედ იმ ადამიანებთან ურთიერთობა და გაგება იმ ადამიანების აზრის მოსმენა, რომელთაც უშუალოდ შეეხოთ ეს კონფლიქტი. სახალხო დღესასწაულის შოთაობა ასპინძაში, სოფელ რუსთავში სახვითი ხელოვნებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები გამოეფინა და მოეწყო სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა. შოთაობა პირველად 1966 წელს გაიმართა, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შოთაობის დღესასწაული 2007 წელს აღსრა. 66 მერე რამოდენიმე ათეული წელიწადი ინიშნებოდა ეს დღეობა, შემდგომ დაიწყებას მიეცა ამ დღეობის აღდგენა, მოხდა 5 წლის წინ და დღეს მდგომარეობთ ეს ტრადიცია გრძელდება. მე ყველას ულოცავ და ბოდიშს ვხვდი, რომ ბევრი რამე ვერ მოვასწარით ასპინძაში, რუსთავში. ეხლა იმ ზოგ გეგმებზე საუბარი მე მგონი ეხლა დიდი მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს მხარე, ეს რაიონი იმსახურებს იმას, რომ მიიღოს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე აქამდე იღებდა და მე ვარ დარწმუნებული, რომ მომავალში ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ გავაკეთოთ ძალიან ბევრი რამე იმ ხალხისათვის, ვინც აქ ცხოვრობს. დღესვე ვარიანში იაკობობა აღნიშნეს გოგებაშვილის დაბადებიდან 172 და გარდაცვალებიდან 100 წლის თავი აღინიშნა. იაკობობა ყოველ წელს აღინიშნება. წელს დღესასწაულს ორგანიზება პედაგოგთა კავშირმა გაუწია. კავშირის თავმჯდომარემ საქართველოს მასშტაბით 4 დამსახურებელ პედაგოგს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საპატიო მედლები გადასცა. იაკობობის დღესასწაულს გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი მეუფე ანდრიას დაესწრო, რომელმაც გოგებაშვილის ღვაწლზე და საგანმანათლებლო სისტემაზე ისაუბრა. დღეს სოფელ ვარიანში იაკობობაზე იმობენ და ჩვენ ყოველწლიურად ჩამოვდივართ ამ სოფელში, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ მამულიშვილს იაკობ გოგებაშვილს, რომლის ღვაწლი დაუფასებელი არის ჩვენი ერისათვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღევანდელ დღეს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური მეთოდები გათვალისწინებული იქნება ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში. დღეს ძალიან დიდი ზეიმია საქართველოსათვის. ჩვენ ყველანი ვართ დედაენაზე აღზრდილები. ამიტომ ხელი-ხელ საგოგმანებელი იაკობ გოგებაშვილის დღევანდელი დღესასწაული მე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად საყურადღებოა და მისაღებია ყველა ქართველისათვის და არა ქართველისათვის, რომელიც აღიზარდა დედაენაზე და ცხოვრობს საქართველოში. მირზანში კი ფიროსმანობას აღნიშნავენ. მხატვრის 150-ე საიუბილეო თარიღს მირზანის სახელმწიფო მუზეუმი რეაბილიტირებული შეხვდა. მოხდა როგორც ნიკოლას მიერ აშენებული სახლის, ასევე მისი ორი ნახატის, მწოლიარე ქალისა და თამარ მეფის რესტავრაცია. წელს ფიროსმანის ნახატებთან ერთად წარმოდგენილი იყო ფიროსმანის გამოფენების ამსახველი აფიშები, ასევე მხატვრები ფიროსმანზე და იტალიელი მხატვრის ნახატები. ლევანდელი ფიროსმანობისთვის სააგენტო ემზადებოდა განსაკუთრებით და რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ლევანდელი ფიროსმანობა, ორი ნამუშევარი ფიროსმანის თამარ მეფე და მწოლიარე ქართველი ქალი, მათ ჩაუტარდათ რესტავრაცია. ისინი აღდგენილი სახით იქნება გამოფენილი. ლევანდელი ფიროსმანობაზე ერთობლივი პროექტი გახლავთ სააგენტოს და ეროვნული მუზეუმის. გარდა ამისა, დამთვალიერებას საშუალება იქნება ნახოს აღდგენილი მემორიალური სახლი. დღეს მთელი საქართველო და განსაკუთრებით მიგზავნელები ატეს მიაგებენ იყო ფიროსმანის სახელს. ჩამოსულები არიან ბევრი მხატვრები, პოეტები, შემოქმედებითი ხალხი. მონაწილეობას ღებულობს მიგზავნის ქსელები, ნატახტარი, რომელიც გააცოცხლა ფიროსმანის ნახატი. ასეთი იყო ახალი 6 დღის მთავარი გამოშვება ეთერში გავა ზუსტად 9 საათი და მე სწორედ ამ დღემდე გამოსდებით.